ვახტანგ გადელია სენაკის მერი, დემურ გადელია მერის ბიძა და კომპანია არქეოპოლისის მფლობელი, იოსებ გადელია მერის ბიძაშვილი და კომპანია ინდიკოს მფლობელი. ასეთია გადელიების ბიზნეს სამკუთხედის სენაკში. მერის ნათესავების მიერ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების შესახებ კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოაქვეყნა. ეს არის ჩვეულებრივი ოჯახური ბიზნეს საამქრო, როდესაც შესყიდვას აცხადებს მერია და მერი გახლავთ ვახტანგ გადელია და ტენდერებს იგებენ ბიძა დემურ გადელია და ბიძაშვილი იოსებ გადელია. აუდიტორული პროცედურების შედეგად ვლინდება, რომ შესყიდვაში მონაწილე პირები სავარაუდოდ მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით არღვევდნენ აფიდავიტის პირობებს. მოქმედი კანონმდებლობით აფიდავიტის მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შესაბამისად მნიშვნელოვანია შემდგომი რეაგირების მიზნით საკითხი შეისწავლონ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა. ესა ამონარიდი აუდიტის სამსახურის 2019 წლის დასკვნიდან, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერს ეხებოდა. არქეოპოლისი და ინდიკო მაშინ სახელმწიფო აუდიტმა სისხლის სამართლის დანაშაულში ამხილა. მიუხედავად იმისა, რომ მასალები პროკურატურას გადაეგზავნა, საქმე არავის გამოუძიებია. აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ ამ ორივე კომპანიას მართავდნენ ბიძა და ძმისშვილი, ანუ დემური და იოსებ გადელიები და მათ დაწერეს, რომ ეს იყო წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ასე ვთქვათ, ორივემ წარადგინეს, მაგრამ რეალურად მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად ერთმა სპეციალურად გამოარიცხნა საკუთარი თავი ტენდერიდან და დარჩა ისეთი კომპანია, რომელსაც 400,000 ლარით მეტი ჰქონდა წარდგენილი შეთავაზებაში და შესაბამისად 400,000 ლარით მეტი მიიღეს. სენაკის მერი ტენდერის შედეგებზე მის შესაძლო გავლენებს არ ადასტურებს, თუმცა ვახტანგ გადელია წლების წინ თავად იყო არქეოპოლისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. კომპანიაში კი არ უარყოფენ, რომ მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ, რის გამოც პოტენციური კონკურენტები ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. 35 წელიწადია თითო კომპანია მუშაობს და ემსახურება საქართველოს. ყველა ტენდერი არის გამჭვირვალე. თქვენ სახალთან თანამდებობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემთან და ძალიან გთხოვთ, შეყავთ მოსახლეობა შეცდომაში. რაც თვითონ კომპანიაა დაარსებული, იქიდან მოყოლებული თითქმის აქ არავინ არ ღებულობს მონაწილეობას ტენდერებში, იმიტომ რომ ძლიერი კომპანიაა და იციან რომ ჩვენ ფაცის დაგდება შეგვიძლია და ამიტომ იკავებენ თავს.